მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას კინოცოდვის რეაქტი. სალამს გესურვებ მეგობარო. ვაგრძელებთ კინოცოდვის და რეაქტებას და დღეს ვართ მეხუთე ეპიზოდზე და ეს არის იგი. მახსოვს ბავშვობაში ყველაზე მეტად მევასებოდა ხოლმე ეს ეპიზოდი რა და რატომ მევასებოდა და როგორ მევასებოდა აი ეგ ზუსტად არ მახსოვს, ამიტომ ერთად დავარეაქტოთ ეხლა და ვნახოთ რატომ მევასებოდა მე ბავშვობაში აი ეს ეპიზოდი. მოდი ბევრს აღარ ვიტლიგინებ, მოდი აღარ შეგაწუხებ და დავიწყოთ ბაჭია. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კინოცოდვა. ძალიან ძესრი ფილმია ეს. დღეს განვიხილავთ ფილმს იგი. ძალიან მაგარი ედიტი აქ თო. სმაილი, რომელიც ჯორჯიმ დაორთქლილ ფანჯარას მიახადა, რამდენიმე წამში უკვალოდ გაქრა. შემდეგ კვლავ დაბრუნდა, რომ საბოლოოდ გამხრალიყო. სხვადასხვა კადრებში ეს სმაილი სხვადასხვანაირია. ამ მომენტში ფილმში 1988 წლის ოქტომბერია. ოთახში კი 90-იან წლებში გამოშვებული ტოშიბას ფირმის ტელევიზორი დგას. ბილის ოთახს შიგნიდან ჩვეულებრივი ფანჯრები აქვს, გარედან კი და წახნაგოვანი ხდება. ჯორჯის მარცხენა ჯიბეში მოთავსებული რაცია თავისით გადადის მარჯვენა ჯიბეში, შემდეგ კი ისევ მარცხენაში ინაცვლებს. არა. ბილი მომკლავს. რატომ მოკლავს? იმიტომ რომ შემთხვევით ქაღალდის ნავი წყლის სადინარში ჩაგივარდა? ძმებს რა ასე დაძაბული ურთიერთობა გაქვთ? ჯორჯის პანიკურად ეშინია ბილის აუხსნას, რომ მისი ბრალი სულაც არ ყოფილა. ნავი ნიაგვარმა კანალიზაციაში რომ ჩაიტანა. ღმერთო ჩემო, ამ ნავის დამზადება 3 წუთი ჭირდება. თანაც ქაღალდისა და რა უკრესი. ჯორჯი კი ისეთი სასოწარკვეთილია, რომ ნავის დასაბრუნებლად მზად არის კანალიზაციის საეჭვო ბინადართან დაიჭიროს საქმე. ბილი ვითომ რატომ გაუბრაზდებოდა ჯორჯის? ეს ნავი რა, საოჯახო რელიკვიაა თუ ოჯახმა უკანასკნელი კაპიკებით შეიძინა? ჩანდაბა, ლამის გული გამისკდა. ნებისმიერი ბავშვი ამის დანახვისას სულ დედის ტრაკის გინებით აითესებოდა. ეს ბავშვი კი კანალიზაციის სადინარში არსაიდან მოსულ კლოუნს ებაზრება. 3 წლის ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ აქ რაღაც ყრილობას აქვს ადგილი. ჯორჯი 8 წლის მაინც იქნება და პენივაიზის ნაბოდვარს რაპონჩი იჯერებს. და საკანალიზაციო მილში რა საკეთებ? გარეშხალმა მომიყვანა. მთელი ჩვენი ცირკი წაიღო. 10 წუთის წინ სარდაფში ჩასვლისაც კი ეშინოდა. ახლა კი ისეთ სიმამაცეს იჩენს, რომ ბინძური ჭიდან მომზირალ საზღარ ტიპს ხელს უწვდის. თუ პენივაიზმა სანიაღვრე ჭიდან 1 მეტრში გახოხებ ბავშვობაში როგორ მეშინოდა ამ ფილმის ისეთ აი მე ეხაც მახსოვს კაროჩე. ღამეები ვერ ვიძინებდი, მეგონა რომ საღაციდან პენივაიზი გამხდებოდა კაროჩე და დააღებდა პირსტაჟე მჭამდა კაროჩე. მაგარი პიზეც ფილმია, ბავშვებმა არ უყუროთ კაროჩე, არავითარ შემთხვევაში. ჯორჯი შეითრია. მაშინ გაუგებარია, ამ ჭის ნაპირთან მჯდარ ბავშვს 5 წუთი ცირკზე და სხვა ყლეობებზე რატომ ებაზრა და ხელი რატომ მოაჭამა, როცა პირველივე მომენტებში შეეძლო მისი მთლიანად დახში სანიაღვრე ჭები ისეთი დიდი ზომისაა, რომ მასში სკოლის მოსწავლე თავისუფლად ეტევა და იმის მაგივრად, რომ ასეთ ჭებზე გისოსებიანი ბადეები ააკრან, მოსახლეობა გაოცებული ჭორაობს, ასე ხშირად რატომ იკარგებიან ბავშვები. ბევერლი კედელზე სიგარეტს მარჯვენა ხელით აკრობს, ზედა ხედიდან კი მარცხენათი. ამ თავზე ნაგვის ნარჩენებს ასხამენ. ზურგჩანთა გადასაგდებია. სკოლიდან კი სუფთა და მშრალი გამოდის. ზურგჩანთა კი ახალივითაა. მეინის შტატში საპატროლო მანქანებს ლურჯი წითელი ციმციმა არ აქვთ. მათი ციმციმა მთლიანად ლურჯია. თუ ფილმში ახლა 1989 წლის ივნისია, კინოთეატრებში სასიკვდილო იარაღი 2-ის ჩვენება შეუძლებელია, რადგან კინოგაქირავებაში მხოლოდ 1 თვის შემდეგ, ამავე წლის 6 ივლისს გამოვა. წიგნი, რომელსაც სტენლი კითხულობს, უყუღმადევს, რადგან ებრაულ ანბანზე ივრითზე დაწერილ წიგნებს საწყისი ყდა მეორე მხარეს აქვთ. როცა მეგობრები ედის სახლიდან გადიან, საათზე ჩანს, რომ 11 საკლია 15 წუთი, როგორც კი გარეთ გავლენ, უკვე შუადღეა, 4 საკლია 10 წუთი. თუმცა ბიბლიოთეკაში ყველაფერი რიგზია, 11-ს უკვე 5 წუთი აკლია. ფილმში მოქმედება ვითარდება ამერიკის შტატ მენში, სადაც არ არის მემორიალი წარწერით ქვეყნისა და მეფისათვის. ეს მემორიალი კანადაში დგას, სადაც ფილმი გადაიღეს. კანადა კი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის ნაწილს წარმოადგენდა. ექიმო დრო ამოკემსოთ. ჯანდაბა მოკეტე აინშტაინო, ვიცი რაც უნდა გავაკეთო, არ მინდა ამდენი ლაპარაკი. კონცენტრირება მჭირდება. ბავშვებო, საავადმყოფოს და პოლიციის შესახებ არაფერი ხსმენიათ. ეს ნაბიჯვარი ბენს ნამდვილი დანით ასახიჩრებს, ისე რომ ბავშვს ნაკერების დადება სჭირდება. ეს ფსიქოპათი ახლავე ციხეში უნდა
ჩააყუდონ, ან საგიჟეთში გამოგედონ. ამის მაგივრად ბავშვები ძებნილი დამნაშავეებით იქცევიან. არც პოლიციას შევატყობინებთ, არც საავადმყოფოში წავიყვანთ ჩვენს მეგობარს და ამ ნაბოზრებმა სამომავლოდაც გააგზავნეს. დედა უტირონ. რა პრობლემაა? თუ დროის მანქანით 1999 წლის ამერიკაში გაემგზავრებით, მომავლის ტექნოლოგიებსა და თანამედროვე პროდუქციას აღმოაჩენთ. მაგალითად, მაღაზიებში ვიდეო კონტროლისათვის 21 საუკუნის IP კამერები უყენიათ. ეს პეჩენია 1999 წელს არ არსებობდა, რადგან თავადმწარმოებელი კომპანია Mrs. Freshley 1994 წელს დაარსდა. 80-იანი წლების აფთიაქში 2003 წელს იყიდება. იქ როგორ მოხდა, როცა ჩვენს დროში ამ სათბურას მხოლოდ Amazon-ზე შეიძენთ? Nivea-ს კრემი ამ შეფუთვით მხოლოდ 2010 წელს გამოუშვეს. აი ზეთი ოლაი, რომელიც სინამდვილეში მაშინ ასე არ გამოიყურებოდა და უბრალოდ ოლაის ზეთი ერქვა. სახელი ოლაი მას გაცილებით გვიან უწოდეს. პენივაიზმა ბევერლის სახლში მიაკითხა და ჰოპ და უკვე მის ბუნაგში არიან. თუმცა ღია კარი გვაფიქრებინებს, რომ კლოუნი გოგონასთან ერთად ქუჩაში გავიდა და როგორ ათრია ბევერლი ქალაქის ქუჩებში ისე რომ არავინ შეაჩერა. ბილი ხელში კედს იღებს, რომელსაც თასმაც აქვს. ერთი წამის შემდეგ თასმა სადღაც კრება. მომდევნო წამს კი კვლავ ჩნდება. ჩვენ დაკარგული გოგონას კედი ვიპოვნეთ და რა თქმა უნდა პოლიციაში არ მივიტანთ. საინტერესოა, აქამდე პოლიციამ ძაღლებთან ერთად ეს კოლექტორები რატომ არ გაჩხრიკა. ქალაქში რეგულარულად საეჭვოდ იკარგებიან ბავშვები. ადგილობრივმა პოლიციამ თუ ხელი ჩაიქნია, მაშინ ფედერალური ბიუროს აგენტებით მაინც უნდა იყოს აკავორობა სავსე. ღმერთო სკოლის მოსწავლეც კი მიხვდა, რომ მისი ძმის გვამი კანალიზაციაშია. პოლიცია კი არაფერს აკეთებს. ნუ რა თქმა უნდა, საშინელებათა ფილმებში პოლიცია ხომ უბრალო დეკორაციის როლშია. ბევერლი სიგარეტების სტენდს დაბლააგდებს. ამ დროს მაგიდაზე არაფერი დევს. მომდევნო წამს კი ერთი კოლოფი თავისით ჩნდება. თუ გსურს ფილმის გმირი დღისით მზისით მაგრად შეაშინო, მაშინ უნდა აიძულო დაუცვიდეს წამლისაბები და მისი წამოკრეფის დროს რაღაც მახინჯი არსება არსაიდან მოათრიო. ედი რას ეძებ? გონია ეს დაგეხმარება. ედი თუ პენივაიზს ასეთი საშინლად რეალისტური ყლეობის შექმნა შეუძლია, მაშინ რატომ არ შექმნა მის გარდა კიდევ რამდენიმე მონსტრი, რომლებიც ბავშვს ალყაში მოაქცევდნენ და ედი პენივაიზს ვერსად გაექცეოდა. დაკარგული ბავშვის განცხადება მაინც და მაინც სხვა დაკარგული ადამიანის განცხადებას ზემოდან უნდა დააკრან. ალბათ ის წინა უკვე იპოვნეს, არა? ისი ხელი იპოვეს კანალიზაციის მილში. ესე იგი დაკარგული ბავშვის სხეულის ნაწილიც უპოვიათ. იქნება ახლა მაინც ადგეს პოლიცია და კანალიზაციის სისტემაში ამოწმოს და იქნებ პენივაიზის ბუნაგსაც მიაგნოს. თუ სწორად ხვდები, ის საიდანღაც ჩნდება ჭამს ბავშვებს საშუალოდ 1 წელი და შემდეგ იძინებს? იქნება ეს ციკადასავითა. წერივით, რომელიც 17 წელს ერთხელ გამოდის. ბავშვებმა არქივებში აუ ისე მართლა არ მახსოვს. პენევაის რა ქვია საიდან გაჩნდა ვაფშე პენევაისი? აი მასალებიც დაადგინეს, რომ პენივაიზი მეორე ნაწილში გაიჩნდა და ედი ციკადა რომ ახსენა, მაშინვე ყველა მიხვდა რაზეც იყო საუბარი არა, რამდენიც 13 წლის სკოლის მოსწავლეს გაუგია წარმოდგენა არ მაქვს. მოსწავლეს კი არა, ზრდასრულების უმეტესობამაც კი არ იცის რა ჯანდაბაა ეს. მწერი ციკადა 17 წელიწადში ერთხელ კი არ ამოდის მიწიდან პერიოდულად, არამედ 17 წლიანი ძილის შემდეგ მიწიდან ერთხელ ამოდის და მაშინვე კვდება. ამ ანალოგიას თუ გავყვებით, პენივაიზი გამოჩენიდან რამდენიმე კვირაში უნდა ჩაძაღლებულიყო. თუ ირგვლივ ისეთი ქაოსია, რომ დენიდან გამართული კინოპროექტორიც კი მუშაობს და ეკრანზე სრულიად არარეალური კადრები გამოაქვს, დავიჯერო ეს იმის ნიშანი არ არის, რომ ავტოფარეხიდან უკან მოუხედავად აითესო? ბავშვებს თავი გმირები გონიათ, მშობლებსა და ხელისუფლებას საქმის კურსში არ აყენებენ და კაციჭამიან მონსტრის წინააღმდეგ უფროსების ჩაურევლად დამოუკიდებლად მოქმედებენ. ვაიმე დედა, უფროსებს ამის შემდეგაც არაფერს ეტყვით? სერიოზულად? დავიჯერო ამდენი ბავშვის მონაყოლს არავინ დაუჯერებდა? მით უმეტეს რომ საკმარისი ფაქტები მოიპოვება მათი მონაყოლის დასამტკიცებლად. ავტოფარეხის კარის გახსნამ და დღის სინათლემ პენივაიზს გაქრობა როგორ აიძულა, როცა მას კოშმარების შექმნა დღის სინათლეზეც კარგად შეუძლია. გზა ჰორიზონტამდე თავისუფალია. თუმცა მეგობრობა რისი მეგობრობა, თუ გასაჭირში მაშინვე შენი მეგობრის გვერდით არ გაჩნდები. ესა ავტოფარეხში ლამის შიშისგან ჩაიჯვეს. ახლა კი მონსტრის ბუნაგში ცარიელი ხელები ჩედიან. რაღაც ვერ ვამჩნევ, რომ ამ ფორმის სახლს გვერდით გრძელი დერეფანი ჰქონდეს. სახლის მარცხენა ფრთაში პატარა ოთახი თუ დაეტევა. გაუგებარია 10 მეტრიანი დერეფანი როგორ ჩააყვეხეს. ქალაქდარის პოლიცია, ჩემი პერანგია, ჩემი თმა, ჩემი სახე, ჩემი სახელია. ეს არ არის რეალური. მე ვარ. ეს სინამდვილე არ არის, გესმის? ის გეთამაშება. ეს თამაშია რიჩი. თქვა ბრძენმა ბილიმ და მაშინვე დაკარგული მკვდარი გოგონას ძახილს გაყვა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უზარმაზარ კლანჭებიანი მონსტრის ბუნაგში მივდივართ, ამიტომ უბრალო ჩაცმულობითა და შემთხვევით შერჩეული დაჟანგული რკინებით დავადგებით ბაიტში. მიუხედავად იმისა, რომ ბილის უზარმაზარი ავტოფარეხი აქვს, სადაც სასიკვდილო შერკინებისთვის გაცილებით უკეთესი ამუნიციის შერჩევა შეიძლებოდა. ედი, ადექი მივდივართ, ედი. დავიდეთ აქედან. აქედან უნდა დავიდეთ, ჩკარა. იმის მაგივრად რომ აქედან აითესონ, მხოლოდ იმას კვირიან, აქედან უნდა ავითესოთო და მაინც ვერ მიდიან.
ალბატონებო და ბატონებო, პენივაიზი დასახელდა წლის ირა, საუკეთესო ასხავს სეკრეტს. კარგი. მას არ მხოლოდ არ დაეზარა საჩუქრის გაგზავნა, არამედ შეფუთვაც გაუკეთა. ბუშტიც არ დაავიწყდა და ადრესაც ტელევიზორიდანაც კი უმღერა. შენ მონსტრი ეძახი და ეს უფრო ერკვევა კაცობაში. მიბაძეთ მას და თქვენს ადრესაც უსაჩუქროდ ნუ დატოვებთ, თორემ მოვა პენივაიზი და უნამსობისთვის სამაგალითოდ დაგსჯით. იმის მაგივრად რომ ბევერლი საზარელი კოშმარებით დატანჯოს, პენივაიზი მას უნიჭო ცეკვით უმასპინძლდება. პენივაიზი თქვენს წინაშე. რა გასაკვირია რომ ბევერლის არეშინია და კლოუნს კაიფში უჯვამს. მე შენი არ მეშინია. მე თქვენ მიმატოვეთ. მე წამოსვლა მაიძულეთ და მარტო დამტოვეთ. ნუ წიყვინებ შვილო, შენ თვითონ არ წაბოდიალდი საცხა ჯანდაბაში, სანამ შენი მეგობრები ჭასთან ისხდნენ? ესაა შიშისგან ლამის ჩავიჯვით, როცა საკუთარი თვალით ვნახეთ რა დაემართება ბავშვს, თუ ბნელ გვირაბებში მარტო იბოდიალებს. ამიტომ ავდგები და ბნელ გვირაბებში მარტო ვიბოდიალებ. ყველას წაგიყვანთ. თქვენი სხეულით და შიშით ჩავიტკბარუნებ პირს. არა, ეს მონსტრი ძალიან პოხუისტია. თუ ის შიშებით იკვებება და ბევერლი მხოლოდ იმიტომ არ მოკლა, რომ გოგონას მისი არ შეეშინდა, მაშინ რატომ მოკლა ჯორჯი, რომელსაც მისი არ ეშინოდა და მხიარულად იცინოდა? ან მაიკი რატომ არ მოკლა, რომელიც შიშისგან ლამის თეთრკანიანი გახდა? სტენლისაც არაფერი უქნა, რომელიც შიშისგან დაზაფრული სხვა ოთახში გავარდა. თითიც არ დააკარა ბევერლის, რომელიც სისხლში ამოსწრილი შიშისგან ბღაოდა. პანიკაში ჩავარდნილი ბილი რატომ არ მოკლა? სიკვდილამდე შეშინებული რიჩი რატომ გაუშვა ცოცხალი? ან ბენი, რომელსაც უთავო ბავშვი მისდევდა და ისიც შეშინებული გარბოდა. პენივაიზ თავისივე შიშის ლოგიკის თანახმად მთელი ფილმის მანძილზე თითოეული მათგანი რეჟისორს ეგრე არ უნდა და ეს არ გააკეთა. უფრო მეტიც, თუ ის კანალიზაციაში ცხოვრობს და მსხვერპლის მოხელთება მხოლოდ სანიაღვრე ჭებთან და საკანალიზაციო მილებთან მისი მიტყუებით შეუძლია, მაშინ როგორ წაიყვანა ბევერლი, რომელიც თავის სახლში იყო? ესე იგი მილების მეშვეობით ყველგან შეუძლია მოხვედრა? მას თითოეული ბავშვის მოტაცების უამრავი შანსი ჰქონდა. თუმცა სცენარისტმა მთავარი ბოროტმოქმედისგან უსუსური იდიოტი გამოძერწა, რომელიც ფილმის ფინალში შემეცოდა კიდეც. თავის ქალის არმატურით გახრეტა და შუბლში სროლა კლოუნს ვერ აზიანებს. აი ხელკეტები და რკინის ჯოხები კი დებას უტყნავს. რა ცირკია? ბავშვებს იმ მონსტრის ცემა შეუძლიათ, რომელიც ამ ბავშვებიდან ყველაზე ძლიერს ცალი ხელით ჰაერში ისვრის? თუ პენივაიზი იმდენად ძლიერ ტელეკინეზს ფლობს, რომ რკინის ჯაჭვებს წვეთს, მაშინ წესით არ უნდა გაუჭირდეს ეს ბავშვები ძვლებში გადაამტრიოს. კანალიზაციაში საიდან გაჩნდა ეს მილი, რომელიც სადღაც ღრმა უფსკრულში იკარგება, როცა ბავშვები ძველი ჭით კანალიზაციის მიტოვებულ კოლექტორში ჩავიდნენ და ქალაქის ქვეშ ისედაც ყველაზე ღრმა ადგილზე იმყოფებიან. მოგეწონა ვიდეო? კი, მომეწონა ძმა. მე პენივაიზი მქვია. პენივაიზ გვარი არ აქვს? კარგი გეხომრე, აუცილებლად გააზიარე. გამოიწერე არხი. და დალაიქე. მაგარი კაცია. აბა კარგად. კარგი. ძალიან ძერს კი არა, მაგრამ მე მასევა. აუ არა, ამან ალბათ ყველაზე მეტად გაასწორა, ეხლა რასაც უყურეთ. ძალიან ძერს კი არის. ბავშვებმა მართლა არ უყუროთ ამ ფილმს, იმიტომ რომ ძალიან პიზდეცი ფილმი არის, თვეჩი გეუნებით და აი ვიცი. ბავშვობაში რო უყურე ხალხო? ხა მე ერთი ალბათ რავი, ერთი წელი არ მეძინა წესიურად რა რავი, ყველგან მელანდებოდა, მეგონა რომ რაღაცა ოთახიდან ოთახში რო გავდიოდი, მე როგორ გავრბოდი, იცი, მეგონა რომ მომდევდა კაროჩე და აი, რავი, არ ვიცი, გაგაჭედილი მქონდა ჩაურები. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე დარჩით და უყურეთ ხალხო, დარწმუნებული ვარ, რომ გაგისწორდებოდათ, იმიტომ რომ ტოპ კაცი არის რა, მართლა და ძალიან ასწორებს და არ დაგაუწეთ არხის გამოწერა, ავიდეთ 5000-ზე, ცოტა გვიკლია. ძალიან მადლიერი ვარ, ვინც ამას გააკეთებთ რა და ძალიან მადლიერი ვიქნებ. სულ ეგ იყო რა, დაგემშვიდობებით ახლა, გაკოცეთ, დამიწერეთ კომენტარებში თუ გისწორდებათ და თუ გისწორდებათ, გავაგზავნოთ და შევაწვინოთ ბოლომდე რა. აბა თქვენიცით წარმატებებს გისურვებთ ყველას ბედნიერი დღეები.